ყველაზე გამორჩეული ახალი წელი საქართველოსთვის 2025 წლის პირველ წუთებს მოქალაქეები ღიად სისქვეს შეხვდნენ. რუსთაველის გამზირზე ყველაზე ხალხმრავალი და უწყვეტი პროტესტი გუშინ ჯადოსნურ საახალწლო ღამედ გადაიქცა, რომლის კულმინაციაც ბუნებრივია 12 საათზე დაიწყო. ევროპული მომავლისთვის მებრძოლმა საზოგადოებამ ყველაზე ხმამაღალი და ხალხმრავალი ახალი წელი ქვეყნის მთავარ გამზირზე აღნიშნა. გაბრაზებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ პოლიტიკურ წელს იმედით ელის. ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი საზოგადოება ერთხმად შეთანხმდა, რომ ახალ წელს სახლში თბილად მოკავათებული ვერ შეხვდებოდნენ. ამიტომ შეიკრიბნენ სწორედ იმ ადგილზე, რომელიც პოლიტიკური ცვლილებებისთვის სიმბოლურად იქცა. პროტესტის 34 ახალი წლის ღამეს კი საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს. თავისუფლების მოედნიდან თითქმის ოპერამდე გზის სავალი ნაწილის შუა ზოლში მაგიდა სიმბოლურად საქართველოს დროშის წითელ და თეთრ ფერებში გააწყვეს. განსაკუთრებული ახალი წელია და ჩემი თაობისთვის ძალიან ძინია ის, რომ დღეს არის 51-50 პატიმარი ციხეშია, მათ შორის არიან სტუდენტები და პირველ რიგში, რასაც ვისურვებთ ახალ წელს, ეს ჩვენი ერთობა აქ, სწორედ აი ეს რომ გადაგვაწაინოს იმისთვის არის სიმძიმე და პირველ რიგში ამ პატიმრების გათავისუფლება და რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნები და ამ ქვეყნის დამშვიდობა. სწორედ აქ ევროპული საქართველო იბადება რუსთაველის გამზირზე ერთობის და ძალიან ესეთი მუხტის მომცემი განწყობა ამ სივრცეში და უსურვებ სრულად საქართველოს თავისუფლებას და პირველი ჩემი ერთადერთი სურვილია დღეს ამ ადამიანებთან ერთად არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ გამარჯვება და შევძლოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მშობლებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენ ოჯახის წევრებს შევუქმნათ ისეთი გარემო, როგორსაც საქართველო და ქართველები იმსახურებენ და ეს არის ევროპული საქართველო. წელს პირველად იყო, როდესაც პასუხი კითხვაზე, სად შევხვდეთ ახალ წელს, ყველასთვის ცხადი იყო. იქ, სადაც ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. მალე მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა და პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო პროტესტის პარალელურად სამთავრობო მედიები ეთერში კავაძის მიერ საგულდაგულოდ გასაიდუმლოებულ ახალი წლის კონცერტს გადასცემდნენ. თუმცა როგორც გაირკვა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ გარისკა ღონისძიების საჯაროდ ჩატარება, გუშინდელი კონცერტი ჩანაწერი იყო თავისი სიმღერითაც და იმიტირებული ტაშითაც. ასევე როგორც ირკვევა, მერიამ კონცერტში მონაწილე მომღერლები კატეგორიულად გააფრთხილა არავისთვის ეთქვათ, რომ კონცერტი ჩაწერეს. რა თქმა უნდა, იმიტირებულ საახალწლო ღონისძიებაში ოლიგარქის გუნდის გულმხურვალე მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებმა უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ამიტომაც უკვე 35 დღეა ხალხმრავალი და უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე დღესასწაულების მიუხედავადაც კი კვლავაც გრძელდება.